Tevandeli ჩვენი გადაცემის სტუმარია ქართველებისა და ებრაელების საყვარელი მომღერალი ბატონი მორის ჯანაშვილი აპლოდისმენტებით შევეგებოთ. მოგესალმებით ბატონო მორის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის პირველ რიგში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დიდი მადლობა მიხარია რომ თქვენთან ვარ, აქ ვარ. ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა. უღრმესი მადლობა. და ვიცი, როგორ ვიტყვიან ჩვენთან აი ეს შემჯდარები რო არიან, ხო იცი, გადაცემაზე. ძალიან მთელი ისრაელი, მთელი ქართველი ებრაელობა უბრალოდ. კი ბატონო. მოვიკითხავ დიდი სიყვარულით და პატივისცემით ყველას, რა თქმა უნდა და ჩვენ საოცარი დახვედრა გვაქვს ხოლმე იქ თქვენი და თქვენი მეგობრებთან ერთად როცა ჩამოვდივართ ხოლმე და ასე რომ დღეს რომ ჩვენთან ხართ ეს ძალიან გვახარებს ეს ამბავი. როგორ ბრძანდებით პირველ რიგში? მადლობა ღმერთს. კარგად. ყოველ დღე როცა ადამიანი იღვიძებს, როცა უბრუნდება მას სული. დიახ. მადლობას უნდა მოუხადოს. რა თქმა უნდა. მაგრამ ღმერთს რომ დამიბრუნეს სული. ესე არის. აბა რა. კი ბატონო, გეთანხმებით, მართალი ბრძანდებით. ქართველ ებრაელი მომღერალი ბრძანდებით. მაინტერესებს ახლა ახალ წელს ისრაელში მღერით და ძველით ახალ წელს საქართველოში? ანუ ჩვენ ხო ორი ახალი წელი გვაქვს. ამ წელს აქ მომიწია. ამ წელს აქ იყავით, კი ბატონო. აქ მომიწია. ძველ ახალ წელს. კი ბატონო, ახალ წელს იქით. ახალ წელს იქ ვიყავ, ფიგვიზე იმეთ კაცო. კი ბატონო, ეს ხო ესე უბრალოდ ესე გამოვიდა, რა. და წინა წლებში თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა? არა. არა, პირველია. არა, პირველია. დამამკვიდროთ, ეგ ტრადიცია უნდა. პირველია უბრალოდ 10 წლის წინ იყო, შობაზე იყო დიდი, მე იმაზე მე ვისაუბრე. კი ბატონო, კი ბატონო. დიდი მიზეზი იყო და. აჰა, გასაგებია. ებრაული სიმღერების ესე ქავერები თუ არსებობს, ან თუ მოგისმენიათ თქვენ? თქვენთან არა. რა შვებ მე შეგაც ბატონო მორის, უამრავი რეგალია გაქვთ, თუმცა ახლა ყველას ჩამოთვლას ფიზიკურად ვერ შევძლებთ, ძალიან დიდი დრო დაგჭირდება, მაგრამ რამდენიმეს მინდა შევეხო. ბიზნესმენი და კომპოზიტორიც. ხო კომპოზიტორობას ვერ დავირქვეს ძალიან კომპოზიტორი ვარ. უფრო მომღერალი ვარ. მომღერალი რა თქმა უნდა, მაგრამ და მე გავხდი ყველაფერი. ხო, მაგრამ წერთ კიდევაც სიმღერა კომპოზიტორი. კი, რამოდენიმე რაღაცა სიმღერებით დამაქვს ესე მოფიქრებული დამაჟნე. ესე იგი ხარ. რომელიც რამოდენიმე გახიწდა თან და ეგ აბა მეტი რა არის კაცო. თორე კომპოზიტორობას ვერ დავირქმე ძალიან აი. ბიზნესმენი. ბიზნესმენს კი გვაქვს რამოდენიმე ბიზნესი. კი ბატონო. ხო და აი როგორც ბიზნესმენი და კომპოზიტორს მაინც ახლა რადგან თქვენ უარყოფთ, მაგრამ მე მაინც იმ აზრზე ვრჩები. მუზა უფრო ხშირად მოდის თქვენთან თუ საგადასახადო? საგადასახადო, ხო, უფრო ხშირად მოდის და მე აღარც მუზის თავი გაკაც და არა, ეგ მეგენი მოდიან მაშინ როცა არ იხდი. ხო, არ იხდი, კი ბატონო. თორე ისე უნდა როცა იხდი, ხო? როცა იხდი, მაშინ არ მოდიან. არ მოდიან, იმიტომ რომ ჩანს, გიგზავნიან, ისო კაი ბიჭი ხარო. კაი ბიჭი ხარო. ესე იგი თქვენ შემთხვევაში ხშირად არ მოდიან. და კაი ბიჭი რო ხარ, კაი ხასიათზე რო ხარ, მაშინ მოგდის მუზა. მუზას, ხო. მე ხარ სიმღერის ხასიათზე. აბა გაც ადაგასახო თუ დაგიბარა, ჩემთან მოდიო, რა მუზა მოგდი. არა, არ მოგივა არაფერი. საჯარი მოქვით რის გარდა არაფერი. თქმა უნდა. ისე ბიზნესისთვის ებრაელი უფრო კარგი კადრია თუ ქართველი? ქართველი ებრაელი. ქართველი ებრაელი, ყველაზე კარგი პასუხი იყო, კი ბატონო. შერწყმულია პროცენტულად. ასევე ძალიან კარგ ამბავს მინდა შევეხო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაგიხსნეს ვარსკვლავი ბატონო მორის. და გილოცავთ ჩვენ არ მოგვეცა ესე ცოცხლად მოგველოცა თქვენთვის ესეთი არაჩვეულებრივი ამბავი და მითხარით ახლა ფილარმონიის წინ კი გაგიხსნეს ვარსკვლავი, მაგრამ როგორც მუსიკოს და შემოქმნეს და როგორც ბიზნესმენს საფონდო ბირჟის წინ როდის გიხსნიან ვარსკვლავს ბატონო მორის? ძალიან ბევრ ფულს თუ დაკარგავ გაგიხსნიან ვარსკვლავს. არ გვინდა მაშინ ფული თუ დაგაკარგოთ საერთოდ არ გვინდა. ეს ჯობია ეს. ეს ვარსკვლავი კაცი. არა, ეს არის ეს ხა წარმოიდგინე. არა, რა თქმა უნდა ხო. ხელოვნისთვის და შემოქმედისთვის და კი, ნამდვილად დიდებული ამბავია. თუ ეს რას ნიშნავს? ეს არის ყველაზე დიდი წერტილი, რაც შეგიძლია მიაღწიო ადამიანმა, იმისთვის მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს სამშობლოს იგივე იმ ხალხს, ვინც გადაწყვიტა ამის ჩემთვის ამის მონიჭება. ეს არის ყველაზე მაგარი საჩუქარი ცხოვრებაში. აბა რა, როდესაც შენ საყვარელ ქვეყანაში სამშობლოში გიხსნიან ვარსკვლავს. ხო და ვარსკვლავის კონცერტის წინა დღეს ორი თვითმფრინავი ჩამოვიდა ისრაელიდან.
ჩემი თაყვანისმცემლები, ჩემი მეგობრები, ჩემი შვილები, თუ ყველა ძმაკაცები და ჩემი დეიდაშვილი გადის ქუჩაში გსალოცავთან ჩაი არა ლესელიძეზე და როგორ ახარო ერთი ქალი შეხვდა ვიღაცა ხუთი ქალი და როგორ ხარო რა ჩამოგიყვანაო ხო შუდობაა რა არის და კიო ახლაო აგერო ისა მორისის ის არისო რა დღესასწაულია და სანამ ეს ეტყვის რომ ვარსკვლავი უნდა გაუხსნაო და უი გავიგეო ვისო ქვას რო ადებენო მორისო ქვასო ქვას რო ადებენ აი თუ გალბატონო ცოცხალია ჯერო ქვასარადე ვარსკვლავს უხსნიან ქვას რო ადებენ ქვას რო ადებენ ქვასო კი ბატონო ესე იგი მხიარული ისტორიას თან ახლდა იმდენი კურიოზები იყო იმ კონცერტის ირგვლივ რომ მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიგო ერთი გადაცემა არ გვეყოფა კი ჩაი არა ყველაფერი კარგად და ბედნიერი ვარ მე რა თქმა უნდა ბედნიერი იქნებით და რა ვიცი ისეთ ადამიანების გვერდშია ჩემ ვარსკვლავი რომ არის სიამაყე ნამდვილად ეგრე არის და კიდევ ერთხელ გილოცავ თურმე ტყილა არ გიშრომია და მოღვაწეობას თქვენსაც არ ჩაულია რომელიც კიდევ გაგრძელდება ძალიან დიდხანს დარწმუნებული სხვადასხვა ყველას უფასდება ყველას უფასდება კი ბატონო და უფასებული შრომა არ არსებობს აჰა თავარია დამნახველი თავნავალი დანახველი იყოს თორე დაგიფასდება თავარი იშრომო კიდე რა თქმა უნდა იშრომო აბა ბატონო მორის ასევე გაქვთ ისრაელში ტელევიზია კი რომელიც ქართულენოვანია ისრაელის ქართულენოვანი სატელევიზიო არხი კი ბატონო 2004 წელს დაარსდა ძალიან მაგარი და აკეთებს ქართულ საქმეს რა თქმა უნდა 24 საათი 24 საათი ისე როგორი უცნაურია რა უცხოეთში არის ტელევიზია რომელიც აკეთებს ქართულ საქმეს და საქართველოში გვაქვს ტელევიზიები რომლებიც უცხოურ საქმეს აკეთებენ ხო პირდაპირ უცნაურია ხო და ყველაზე დასაფასებელი ტელევიზია რა თქმა უნდა აბა რა ვინც ქართულ საქმეს აკეთებს უცხოეთში და ის ქართული ტელევიზიები საქართველოს რომელიც ქართულ საქმეს აკეთებენ ახლა აქ ერთი კაცია მოსული ბატონო რომელიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებს სხვისას არა ხო და შემოვა თუ არ იქნებით წინააღმდეგ სხვა ტელევიზიიდან ხო არა აქაური მოგზავნდი მიყვარხარ შენ ახარ სიცოცხლე ჩემია ტექსტი რო იბრალებს მორის ჯანაშვილი ნაია შენ ახარ სიცოცხლე ჩემი შენ ახარ ცხოვრება ჩემ მოგესალმებათ მორის ჯანაშვილის ბავშვობის მაგაცი 2020 წლის შემდეგ ჩივიჯობასია მესად 2020 ბავშვობის მაგაცი ბატონო ისი არ მოხვიდოდი შენ ახლა რაღაცის პაგინდა როგორც მოგესალმებათ ჯაბოვიჩი სოლო კარიერა ჯაბოვიჩმა დაიწყო წელიწადში 7 თვე გავიდა და ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით საიუბილეო კონცერტი მაქვს ფილარმონიაში და ისრაელიდან ბატონი მორისი ჩამოვიდა და უღმესი მადლობა ბატონო მორის მობრძანებისთვის. ნიჭიერი მომღერალი ვარ 20 წლიანი კარიერა წელიწადახევარში ჩავატი აგერ უწე. კი ბატონო. ჯიმი ხალხი როგორ შეხვდა ხა ამ ყველაფერს? როგორც გეიგეს პა რა არის სიყვარულს როთესავ იწელიწადი და 7 თვე როთესავ ხალხი. როგორც გეიგეს ჯაბოვიჩის კონცერტიაო ფილარმონიის სალაროებთან რიგები დგას ჩაჩუა ბიჭო. ხალხის ნაკადი არ წდება, იქნება გადააფიქრებიო თავშობელს. კი ბატონო. რას უნდა ველოდოთ ხა შენ საიუბილეო საღამოზე? საიუბილეო საღამოზე ვიდოდა გოჭის ყოლო და სუფრასთან, მაგრამ აგერ წამყვანი გადაერია გაბუნია, ჩემი ბენდის ხელმძღვანელს ვერ დაგაკლევი ერთგვარი და გოჭი არ იქნება. კი ბატონო. ახესად გადაგარჩინე? სხვა მომღერლებსაც თუ უნდა ველოდოთ. ბატონი მორისი იქნება, აგერ გელა იქნება და ნუგზარელგებიძე ახლა ტაქსში ჩასვეს აგერ და მალე იქნება ის. იქნება. კი, სამწუხარო დავით არ ეს მაჩვი ის არჩვაძე. ხო, არჩვაძე ეს. უარი მითხრა? მართლა. მე ჰონორალი რაც არის შევთავაზე. და უარი მითხრა? დათუ არჩვაძე დიდი ხანია 20 ლარს ფულს აღარ უძახის. აი, შენ გურამიკო ლომიძე, ქუჩის ბიჭების, ბლანჟე, ამერიკა, საქართველო, ბორჯომი, ბუდაპეშტიდან ჩამოდი ჩემგან. ვა. ბუდაპეშტში რა უნდა და? რა ვიცი, ეს მაგ მაინტერესებს რა უნდა და ბუდაპეშტში. არ ვიცი, ხო, ოჭოლი გურამიკოა. კი ბატონო. უცხოელი მომღერლები თუ ჩამოვლენ? ჯენიფერ ლოპესი ჩამოდის. ვა. ემინემი ჩამოდის. დუალიპა ჩამოდის. მე ამ ყველაფერს მოწყენილი რატომ ამბობ? გუჯა ვერ ჩამოდის მარდალეიში. აი, აგიდო, კი ბატონო. შინაურებს ვეპატიჟებით, თქვენ იქნებით, პოლ მაკარტი იქნება, დუალიპა იქნება, ემინემი იქნება და 50-50-ია რომარ ცხილაძე თუ იქნება არ ვიცი. ხო, აი, მაგას ველოდები და სხვათა შორის მაიკ ჯაქსონის დავპატიჟე
ჩემს ისოებილიო კონცერტზე. მაიკ ჯექსონი ვერ მოვა ჯიმი გარდაცვლილია. მე არ უნდა თქვა 30 ლარი მიჯდება კაცი, გადასრინთო იყოს. მაგას ახავდა სხვათა შორის მე ახლა თქვენ აღარ მოგასცეთ. სიმღერა გაქვს ამღერა და მე ბოლოს ესე ლექსად დავაუტორებ და ბოლოს მოკლედ შევაჯამებ. ჩემს იუბილეზე ისრაელიდან ჩამოვიდა ბატონი მორისი, სამეგრელოდან ბედია მოდის ბორისი და სხვას ვერ მეუბნები, რადგან ადგილი მქონდა მარტო ორის. აბა, არ გავწადებოდეთ. სიყვარული ბედნიერება ჯანმრთელობა და გიყვარხარ შენ. ეს ისეთი ტემპით მიდის, მე მგონი ვასწავლის კანდიდატი გახდება. კი ბატონო, თუ ცოტა ხარ. დიდი მადლობა ჯიმი. ბატონო მორის, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, კარგი სტუმრობისთვის. გაფასებთ, პატივს გცემთ, თუმცა აქედან ვერ გაგიშვებთ, რა თქმა უნდა, რომ არ შეგვისრულოთ ერთი სიმღერა ჩვენ და ჩვენს მაყურებელს სიამოვნებით. ამაყად რომ იყურები ეს რა გული გონია იქნებ თავის სილამაზის დედოფალი გონია შეიფერე რა ჩემთვის დღემდე ვიმღერე თორე მოგეპარება მალე სიბერე შეიფერე რა ჩემთვის დღემდე ვიმღერე თორე მოგეპარება მალე სიბერე არც მიწის ახარ და ცის ახარ არც მთვარის ახარ და მზის ახარ ასე თავნებანე დავინახარ ულში ღამეა შენ გიდიდახარ იქნებ ფიქრობ დაილია ქვეყანაზე ქალები თვას არ აქვს ლამაზი და ეშხიანი თვალები მაგრამ რაფნა ეს გული მხოლოდ შენია ვიანძაძა ჩემ ფეხფეშ დამიფენია მაგრამ რაფნა ეს გული მხოლოდ შენია ვიანძაძა ჩემ ფეხფეშ დამიფენია არც მიწის ახარ და ცის ახარ არც მთვარის ახარ და მზის ახარ ასე თავნებანე დავინახარ გულში ხამეა შენ გიდილახარ ყველგან შენ ერთს რატომ გეცებ გული დღემდე ვერ ხვდება კაცი თურმე სამთავისოს ბოლოს მაინც შეხვდება მაინც მჯერა ნათქვამი ძველი სიბრძნისო ყველა ჩიდმა ხომ თავისი ბუდე იცისო მაინც მჯერა ნათქვამი ძველი სიბრძნისო ყველა ჩიდმა ხომ თავისი ბუდე იცისო არც მიწის ახარ და ცის ახარ არც მთვარის ახარ და მზის ახარ ასე თავნებანე დავინახარ გულში ღამეა შენ გიდილახარ ასე თავნებანე დავინახარ გულში ღამეა შენ გიდილახარ არც მიწის ახარ და ცის ახარ არც მთვარის ახარ და მზის ახარ ასე თავნებანით ხარ ვინახარ იცოდე მაინც ძლიერ მიყვარხარ ბატონი მორის ჯანაშვილი იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი აპლოდისმენტები